ეს არის ტყუილი და როგორც მაქსიმუმ და რაღაც სამართლებრივ ჩარჩოებში უნდა მოიქცეს თავდაცვის მინისტრი მანამ შეეხება ჩემ მინდირს და ამხელა ცილს დაწამებს ადამიანს მე მინდა გაამახვილოს ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა და პრეზიდენტმა იმ ფაქტის შესახებ რომ ალასანიამ რამოდენიმე თვის უკან ერთ-ერთ ეთერში ღიად მოიტყუილა იმის შესახებ რომ მოიწამლა 13 ადამიანი თუ გახსოვთ მოიწამლა რამოდენიმე ასეული ადამიანი და ეს ფაქტი ასევე გამოვიდა ორი კვირის უკან როგორც აღმოსავლეთ ბრიგადაში კონკრეტულად კიდევ მეოთხე ბრიგადაში ეს ფაქტები სამწუხაროა ის არის დაკავებული თავის პიარით მეტი არაფრით და უბრალოდ ეს იყო ის რაღაცნაირი შურიანი განცხადება ეს არ არის არანაირ საფუძველზე დამყარებული რაც მან გააკეთა ესე იგი კიდევ მინდა ასევე დავამატო ერთ-ერთი განცხადება და ერთ-ერთი ფაქტი მოვიყენო ლოჯისტიკის სარდალი გიორგი კერესელიძე რომელიც დააკავა სამხედრო პოლიციამ დანაშაულში და ესე იგი როგორც ვიცი მან აღიარა ეს დანაშაული ადამიანების წამებასთან დაკავშირებით მან ასევე რამოდენიმე ხნის მერე მიიღო გარანტიები თავისუფალ მინისტროდან საეჭვოდ და ის არა მარტო განთავისუფლებული იქნა ციხიდან დაბრუნდა თანამდებობაზე და დღეს ჩემთვის გახდა ცნობილი რომ თურმე ამ ადამიანებს იყენებენ და აწერინებენ ჩემს საწინააღმდეგო ჩვენებებს კერესელიძეს კონკრეტულ საწვავის ფაქტთან დაკავშირებით თუ გახსოვთ მანამდეც ქონდა სამხედრო პოლიციას განცხადებული საწვავებთან ჩემ რაღაცა კავშირის შესახებ ამიტომ ამ კაცს იყენებენ მაქსიმალურად ჩემ წინააღმდეგ და მასაც ვთქვა სამართალდამცავ ორგანოებს მოიკვლიონ თუ რა მიზეზით შეწყდა ამ კაცზე საერთოდ საგამოძიებო მოქმედებები და არა თუ გამოუშვეს ისე იმ სამხედრო პოლიციელებმა ის დააკავეს დააბრუნეს თავის უწინდელ თანამდებობაზე და არის ისევ ლოჯისტიკის სარდალი ეს ადამიანი დააკავეს დაახლოებით 2 თვის თუ 3 თვის უკან მე ხარ სიყინებით შეძინავდი და ეს ესე იგი მეორე და მესამე ბრიგადაში მოხდა პირველი მოწამვლის ფაქტი და შემდეგ მოხდა 1 თვის უკან ასევე შეერაგუზარებს შეგვიძლია მეოთხე ბრიგადაში და ასევე რამოდენიმე ასეული ჯარისკაცი იქნა მოწამლული. რასაც მალასანია თავის რიცხვებშიც დაუშვეს მას შეკითხვა და თქვა მარტო 13 კაცი და ეხლა მეორე ფაქტი საერთოდ არ გაახმაურა. ხარისხო საკვებდა. რომელსაც ის ძალიან საგულდაგულო და საეჭვოდ მალავს. და ამფირონების ჩვენებას ძინავდეთ დღეს ვიყავით საერთაშორისო სამხედრო პოლიციაში იმ დავაღვიანდა სამხედრო პოლიციაში გამოცდეს რომ ამ ადამიანმა კერესელიძე მიცა ჩვენება ჩემს საწინააღმდეგო. რა თქმა უნდა თული ჩვენება. და რა თქმა თითქოს შეერთებით ქონდა მას დავალებული ეს. ამას ლაპარაკობს იმის მიერ რაც დაიჭერა და გამოუშვეს. ხო, უკანონო ხარჯვა არა დახმარება ესე იგი ზუგდიდში აქციის მოწყობაზე ნაციონალურ ამასთან დაკავშირებით ბრალიბო ხსტაფანი. არა, დღეს ვიყავი მოწმის სახით უბრალოდ დაგაბარებდა. არ არის ახალი სახე, მოწმის სახითაა დაკითხული, ბრალი არ არის დაგაბარებდა. იმის ბრალიბება არ არის, ბრალიბების დაგაბარებდა. კი აქვს რამოდენიმე საფუძველი მოსახლეობას.
შეკითხვა. ისე იმავე თანხმობარი დააბრუნეს როგორც იყო, მაგრამ ჩვენ დროსაც იყო შემდეგ დააკავა სამხედრო პოლიციამ 7 ადამიანის თუ ადამიანის წემის ფაქტთან დაკავშირებით, როგორც მე ვიცი, თითქოს საწვავი მოიპარა ხალხმა ორგანიზებულად. ამან ის ხალხი აწამა თუ ცემა თუ ასე შემდეგ დეტალები თვითონ ვიცი და ამის შემდეგ ისევ სამხედრო პოლიცია ჩაუდგა და თავად სამინისტრო თავდებში გამოუშვეს და ესე დააბრუნეს თავის თანამდებობას. ეს არის ბედუკაზე ორი ალბათ. დღეს გავარკვევი ის ფაქტი, რომ ეს კერესინზე ერთ-ერთ მის ჩვენებაში მომიხსენებს წინ. ჩემი მისმათით იყო გაზიარებული ბოლომდე თითქოს 500,000 ლარი მივითვისე ჯარისა და კვების ფულიდან და ვიღებდი სახლი, რაც არის სრული სიცრუე და უსგავსოება მის ხვიდა. მე უბრალოდ გამოვიდა სახელმწიფო ბანანზე არსებული სახლი, მე და რამდენიმე ოფიცერს და კიდე ძალიან ბევრს გადაეცა დაახლოებით 16,000 სამხედრო ოფიცერს გადაეცა საკუთრებაში ბინები და ეს მიღებული პრაქტიკა საერთოდ შეებრძოლებში და მეც ვარ ერთ-ერთი მათ შორის იმ ოფიცერებისგან, რომელმაც მიიღო ბინა და რაღაცა შეაფასა ეს ბინა, თითქოს მე ავიღე ის ფული და რაღაცა როგორც მინიმუმ ეს უნდა ყოფილიყო ბრავდება საფუძვლიანი და ამის დავკითხული ყავ მაინც ამ ბრავი წაეყენებინა. ხო, რაღაცა გამოვიდა როგორც გამოწვეული ნარევი რაღაცა გააკეთა. რომელსაც შეაფასებდი როგორც უბრალოდ სისულელეს. იცით რა, მე დაველოდები აი ამ ძირითად სასამართლო გადაწყვეტილებებს, რომელიც იქნება საერთოდ თვით ბოლომდე, ნახოთ რა გადაწყვეტილებას მიიღებს სასამართლო, აუცილებლად ყველა ადამიანს სამართლებრივად გავცემ პასუხს. ჩემ დაკავებამდე და დაკავებით დღის მერე თუ რამე გავრცელებულად შეწაწინებთ. აუცილებლად. ანუ სამართლებრივად